ქვეყნის ისტორია, რომელიც მათთვის პირადი მოგონებებია, პირველი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები საქართველოში ქართველი ემიგრანტები დამოუკიდებლობის დღეს სამშობლოში ერთად პირველად ჩახდებიან. ხედი ნარიყალოდან თბილისზე რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც ამ ადამიანების მშობლებმა წლების წინ დატოვეს. პირველი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები წელს დამოუკიდებლობის დღეს ისევ ერთად და თბილისში პირველად ხვდებიან. ნოე ჟორდანიას ვარს კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ტაბუ დადებული თემა იყო და დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ოჯახს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ. სამშობლოსთან პირველი შეხვედრის ემოცია რეჯებ ჟორდანიამ 69 წლის ასაკში განიცადა. ბედნიერია, რომ მამის სურვილი საბოლოოდ მაინც ახდა. ყოველთვის მიყვებოდა საქართველოს შესახებ. ერთი წელიც არ გამოგვიტოვებია, ჩვენ ყოველთვის აღნიშნავდით 26 მაისს. ეს დღე დიდი სიხარულის დღეა და მიხარია, რომ პირველად დამოუკიდებლობის დღეს თბილისში შევხვდები. საქართველოს ისტორია ამ ადამიანების პირადი და ოჯახური ისტორია. შესაბამისად, ყველა მათგანმა კარგად იცის მიზეზი და ქართული დემოკრატიის მშენებლობის ნომერ პირველი მოწინააღმდეგის სახელი. ჩვენთვის აქ ყოფნა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტია კი ჩვენი ასოციაციის მთავარი სურვილი, რასაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა უკვე საუკუნეებია ებრძვის. აი ნახეთ, ორი ნატყვი არის, საქართველოს გამარჯვებას ესწრიან, მაგრამ ვერ მოერევიან. ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის შვილები და შვილიშვილები 26 მაისის აღლუმის ოფიციალური სტუმრები არიან. თბილისში ერთობლივი ვიზიტის იდეა ზუსტად იმ ადგილას დაიბადა, სადაც წლების წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გეგმა ისახებოდა. ქართველი ემიგრანტების ინიციატივითვე ლევილის მამული საქართველოს კუთვნილ მიწად უნდა იქცეს. მიწების გადაცემის ხელშეკრულებას ხელი საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ მოეწერა. ლევილის მამულის გადაცემის იდეა საქართველოს პირველ პოლიტიკოსებს ეკუთვნით. ჩვენ მათ აუხდენელ ოცნებას ერთად ავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, პროცესი მალე დასრულდება. გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ, ორგანიზებოდნენ და დასწრებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და ასევე 27 მაისს დიასპორის დღეს, ქართული დიასპორის დღეს და გაეხმაურებინათ და გაეხარებინათ ქართული მოსახლეობა. როდესაც ის წარსულს იხსენებს, ყველაზე მზაფრად რა ახსენდება მამასთან დაკავშირებული? ბავშვობის მოგონებები და საფრანგეთიდან დანახული საქართველოს უახლესი ისტორია ერთად პირველად გადაცემა შუადღის მაყურებელს გაუზიარეს. რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაზრდილი ქართულ მორალზე და ვიცოდით, ჩვენი სამშობლო იყო საქართველო. სათვისტომოში ამ თარიღს ყოველთვის ვზეიმობდით და ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფებით ჩემს სამშობლოში, იმ დღეს, როდესაც თავიდან დაიბადა საქართველო. საქართველოდან განდევნილი ქვეყნის პირველი პირების შთამომავლებს მოსაყოლის საკმარისზე მეტი აქვთ. ემიგრანტების ერთ-ერთი მასპინძელი შუადღეში ჟორდანიების ოჯახის წევრი იყო. რეჯებ ჟორდანიასიძე ალექსანდრე კვიტაშვილია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩვენ ჯერ ერთი კარგად უნდა ვიცოდეთ და მეორე ერთი უნდა დავაფასოთ მართლა ის თავდადება ამ თაობის, რომელიც ემიგრაციაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მრავალი წელი იბრძოდა. სუხიშვილები ხორუმს ემიგრანტების თანდასწრებით კიდევ ერთხელ უკვე 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შეასრულებენ. ეროვნულ დღესასწაულზე დასასწრებად სამშობლოში სულ 100-მდე ემიგრანტი ჩამოვა.